კვლავ ლიხსაქეთ აღმოსავლეთ საქართველოში მოგზაურობ. როდესაც დღევანდელ სამოგზაურო გეგმას ვადგენდი, ავარჩიე ზოგიერთი ისეთი ადგილი, სადაც ნამყოფი ვარ და ზოგიერთი ისეთი ადგილი მოძებნე, სადაც არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებდა. სანამ პირველი დანიშნულების ადგილთან მივიდოდი, რუკაზე შევამჩნიე ერთი დასახელება, შევამოწმე თუ რა იყო და ეს არის ჟალეთის ეკლესია, სადაც არ ვარ ნამყოფი შესაბამისად და არც კი მსმენია ჩემს სამწუხაროდ. სამანქანო გზა ბოლომდე მოდის ტაძართან, ოღონდ გაითვალისწინეთ დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის მანქანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წინა დღეებში ნაწვიმ არ იქნება, ვინაიდან გზა ისეთ კონდიციაშია, წვიმის შემთხვევაში ძალიან დიდი ტალახი დაგვხვდებათ. როგორც აღმოვაჩინე, ეს ყოფილა მე-9 საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთი შეხედვითვე მივხვდებით, რომ ეს არის რიყის ქვით აშენებული ეკლესია, მაგრამ სარკმლები, კიდეები და კუთხეები აშენებულია შირიმის თლილი ქვით. ასევე, როგორც ამოვიკითხე ინტერნეტში, მშენებლობისას ხის ძელები ჩაუტანებიათ სიმაღლეზე, რომ მაქსიმალურად გამძლე ყოფილიყო ეს კედლები. ძალიან მაინტერესებს მის ახლდან მონახულება, ამიტომ დროს აღარ დავკარგავ და შევიდეთ და ერთად დავათვალიეროთ. ჟალეთი ადრინდელი შუა საუკუნეების გახეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი იყო. იმ დროისთვის ჟალეთი ეწოდებოდა ისტორიული კახეთის შემადგენლობაში შემავალ ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა ივრის ხეობის მნიშვნელოვან მონაკვეთს, სოფელ ბოჭორმასა და თიანეთს შორის. დღესდღეობით ეს სახელწოდება შემორჩა ყოფილ სოფელ ჭიოტიანთკარის აღმოსავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე აღმართულ მთას, მასზე განლაგებული მცირე ეკლესიითა და ციხე-სიმაგრით. ისტორიულ წყაროებში ჟალეთი პირველად მე-9 საუკუნეებში მოიხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი მას ჩელეთთან აიგივებს, სადაც ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში საეპისკოპოსო ტაძარი ააგო. შემოვიდით ტაძარში. როგორც ხედავთ, ეს ეკლესია არის სამნავიანი, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია სიმაღლეზე მთლიანად შენარჩუნებული, ხოლო დანარჩენ მხარეებზე მხოლოდ კედლები, შესაბამისად სახურავი მთლიანად განადგურებულია და ეკლესიას კონსერვაცია ჩაუტარდა, ის იცავს, რომ აქ წყალი არ ჩამოვიდეს. როდესაც რუკაზე აღმოვაჩინე ეს ადგილი, ვიფიქრე, რომ პატარა ეკლესია ან ნიში იქნებოდა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ახასიათებს და საერთოდ არ მოვოლოდი, რომ ამ ხელა ტაძარი იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ სახურავი განადგურებულია და გარშემო მხოლოდ ნანგრევები, ასე რომ ვთქვათ, შიდა ტერიტორიაზე, ჩამოშლილი ქვები, კრამიტები, ამის მიუხედავად მაინც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მე-9 საუკუნეებით დათარიღებული ჟალეთის ბაზილიკა თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა სიონში, ნასოფლარ საყარაულოსთან მდებარეობს. 1960 წლის გაწმენდითი სამუშაოებისას აქ აღმოუჩენიათ რელიეფებით შემკული ქვის ჯვარი და ერთი მთლიანი ქვიშაქვისაგან გამოთლილი ადრეული შუა საუკუნეების სანათლავი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობითა და მხატვრული ღირებულებით. ჟალეთის სანათლავი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ეკლესიის შესასვლელთან აღმოჩნდა რელიეფური ქვასვეტი. ყურადღებას აგრეთვე იქცევს საკურთხევლის წინ მდებარე დიდი ზომის 6-კუთხა კიბეებიანი პოსტამენტი, რომლის მსგავსიც მცხეთის ტაძარში გვხვდება. დღევანდელი სამოგზაურო გეგმის შედგენისას რუკა დავიხმარე. თიანეთიდან ახმეტაში გადასასვლელი გზა არაერთხელ გამივლია და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მარშრუტია. რაც დღეისთვის შევარჩიე ზოგი ცნობილი, ზოგი კი ნაკლებად ცნობილი ადგილია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოსანახულებელი და გასაცნობელი. სიონის წყალსაცავთან ახლოს ვიყავით და ისე ვერ გავაგზავნებდი გზას, რომ
ახლოს არ მოსულიყავი და აქედან არ გადამეხედა მისთვის. ეს არის წყალსაცავი, რომელიც 1963 წელს გაიხსნა და ივრის შუა წელზე მდებარეობს. გარშემო არაერთი კოტეჯია და გესტჰაუსი, სადაც ადამიანები მოდიან, რჩებიან, სასეონთ ატარებენ დროს. წყალსაცავის აგების ისტორიიდან ვიცით, რომ ამ დროს სოფლები ეწირება ხოლმე და არც სიონის წყალსაცავია გამონაკლისი. მისი აგებისას რამდენიმე სოფელი დაიტბორა. თუ გნებავთ, რომ სიონზე სტუმრობისას წყლის მაქსიმალური დონე ნახოთ, სწორედ ეს პიროდი ნაარჩიოთ, ივლისის მეორე ნახევარი, როდესაც წყლის დონე ყველაზე მაღალია, ხოლო წყლის ყველაზე დაბალი დონე მარტში არის. გრძელდება ჩემი მოგზაურობა. შემდეგ ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელად დაახლოებით 40 წუთია საჭირო. გადავუხვით მთავარი გზიდან. ავდივართ მანქანის გასაჩერებელ ადგილას და ფეხით სულ რაღაც 10 წუთში ვიქნებით დანიშნულების ადგილზე. მოვედი შემდეგი დანიშნულების ადგილზე, რომელიც არის კვეტერას ისტორიული ციხესიმაგრე. ის გამორჩეული და განსაკუთრებული ციხე-ქალაქი იყო არა მარტო კახეთისთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის. კვეტერა ისტორიულ წყაროებში პირველად მე-11 საუკუნეში მოიხსენიება, როდესაც კახეთის მეფე არის კვირიკე მესამე, მაგრამ თუ ლახუშტი ბატონიშვილს დაუჯერებთ, ის ბევრად ადრე უკვე მე-8 საუკუნეში უნდა არსებულიყო. მას შემდეგ რაც კვირიკე მესამე კახეთ-ერეთს აერთიანებს და იღებს მეფის ტიტულს, ამ ტერიტორიას ისყობს 7 საერისთავოდ და მათ შორის ერთ-ერთი არის კვეტერა. კვირიკე მესამე საკმაოდ ძლიერი მეფე იყო, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში მონაწილეობდა, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული ბრძოლა უნდა დავასახელოთ, რომელიც 1027 წელს გაიმართა, რა დროსაც ლიპარიტ ვაღვაშმა გაილაშქრა თბილისის ამირას წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ კვეტერა მნიშვნელოვანი ტერიტორია იყო, არამედ ის აუღებლადაც ითვლებოდა. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ როდესაც 1043 წლებში ბაგრატ მეოთხე მთლიან კახეთ-ერეთს იპყრობს, კვეტერა აუღებელი რჩება. საქართველოში არსებული სხვა ციხესიმაგრების მსგავსად, აქაც შეხვდებით გალავანს, სასახლეს, დარბაზულ ეკლესიას, სხვადასხვა აქ არის აბანოც, მაგრამ ალბათ ყველაზე გამორჩეული ნაგებობა კვეტერას ციხე-ქალაქში არის აქ არსებული გუმბათოვანი ეკლესია. მე-10 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი სისადავით და ამავდროულად გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა. გამოსარჩევია როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი. ნაგებობა შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი ფილებით. ეკლესიის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქია, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. ამით ის მცხეთის ჯვართანაა დაკავშირებული და ამ თემის ვარიაციას წარმოადგენს. მართლაც ზედხედით ჯვრის მონასტრის მომცრო ანალოგს წააგავს. დროთა განმავლობაში კვეტერა კარგავს მნიშვნელობას და უკვე მე-13 საუკუნიდან ის ისტორიულ წყაროებში ფაქტობრივად აღარ მოიხსენიება. მაგრამ დღემდე ჩვენამდე საკმაოდ კარგად მოაღწია რეაბილიტაციის და შეკეთების შემდეგ აქ მოსულ თითოეულ თქვენგან შეიძლება ნახოს კარგად შემონახული გალავანი, სხვადასხვა ნაგებობა, რის მეშვეობითაც შეგიძლიათ წარმოედგინოთ თუ რამდენად დიდებული და შთამბეჭდავი ციხე-ქალაქი იყო ის წარსულში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. 1968 წელს მთლიან ამ ტერიტორიაზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგადაც აღმოაჩინეს არაერთი საინტერესო არტეფაქტი, განძეულობა, ჭურჭელი, რომელიც დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში ინახება. ასევე 2007 წლიდან კვეტერას ციხესიმაგრე არის იუნესკოს საცდელ სიაში.
გარდა უშუალოდ მთავარი ღირსშესანიშნაობებისა, შესასვლელში შეხვდებით რამდენიმე კოშკს, რომელიც სავარაუდოდ იყო კარიბჭე ამ ციხესიმაგრის შესასვლელი. საკმაოდ მასიურია ეს კოშკები, არის გალავანიც, მაგრამ განსაკუთრებით მომწონს ამ კოშკის უკან არსებული ვიწრო კოშკი, სადაც შეგიძლიათ შესვლა და სახურავზე ასვლა. შიგნით შესვლისას დაგხვდებათ ვიწრო კიბე, რომლის საშუალებითაც უშუალოდ სახურავზე მოხვდებით, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება. მაგრამ გაითვალისწინეთ, როდესაც უკვე სახურავზე აღმოჩნდებით, იქ ფეხი საკმაოდ ცურავს და სიფრთხილე გამოიჩინეთ. კახეთში არაერთი ღირსშესანიშნაობა, ეს იქნება ბუნებრივი ძეგლი, ისტორიული, არქიტექტურული თუ სხვა. ბუნებრივ ძეგლებში პირადად მე ძალიან მომწონს ჩანჩქერები და ტბები, არაერთ მათგანზე ყოფილ ვარ და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე ერთი ტბა, რომელსაც უძირო ტბა ეწოდება. დიდი ინფორმაცია ვერ მოვიძე, გზა თუ მიდის, ან როგორ შეიძლება მივახციო იქ, მაგრამ აი რუკაზე მოვნიშნე, უკვე მივდივარ ახლა ამ ტბის მიმართულებით და იმედი მაქვს სავალ და ნახავ და თქვენც გაჩვენებთ რა თქმა უნდა. Google-ის რუკაზე უძირო ტბის ჩაწერისას სოფელ არაშენდიდან გიგეგმავთ მარშრუტს, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, შუაში წყდება გზა, ამიტომ ალტერნატიული გზა მოვნახე, რომელიც სოფელ აწყურიდან ადის. მოასფალტებული გზიდან მალე გადავდივართ გრუნტიან გზაზე, შემდეგ კი უფრო რთულდება გადაადგილება, ვინაიდან გზა ძალიან დაზიანებულია. სამანქანო გზა რაღაც მომენტში შეწყდა. იზოლებული გავხდი, რომ უკან დამეწია, გამეჩერებინე და უკვე ფეხით გამეგრძელებინე ლაშქრობა. იმ ადგილიდან ტბამდე დაახლოებით 1 კილომეტრია, როგორც რუკა მიჩვენებს, ამიტომ პატრა ლაშქრობაც გამომდის. ძირითადად აღმართია, მაგრამ კარგი ის არის, რომ მანიშნებლები ყველგან ჩანს. სამანქანო გზა მიდის, როგორც ჩანს, სამხიდიანი დიდი მანქანებისთვის. და ამ გზას მიუყვებით, თუმცა გზა სხვადასხვა ტიპის ნიშნებიც ჩნდება, რომ გზა არ აერიოს ვინმეს და სხვაგან არ გადაუხიოს. ჩემი გამოთვლებით დაახლოებით 500 მეტრი დარჩა გასავლელი, გზის ნახევარი ამოვიარე დაახლოებით და ნახოთ რა დაგხვდება ადგილზე. უკვე მოვედით. დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე ვფიქრობდი. შვენიერი ტბა არის. იქით რაღაც საპიკნიკეც არის, როგორც ჩანს. უძირო ტბის დასახელება საქართველოში არაერთ ტბას აქვს. მათ შორის ერთ-ერთ მათგანზე შარშან ვილაშქრეთ კიდეც გულისხმობ რაჭის უძირო ტბას. ეს კი კახეთის უძირო ტბა არის, რომელიც სოფელ ზემო ხოდაშნის თემს ეკუთვნის. როდესაც ამ ტბის შესახებ გავიგე, მინდოდა ინტერნეტში მენახა ფოტო-ვიდეო მასალა, მაგრამ ვერაფერს ვერ გადავაწყდი. ამიტომ გადავწყვიტე სატელიტური რუკით დამეხედა ზევიდან, რის სინახვის შემდეგაც მაინც და მაინც აღრთვონებული არ დავრჩი, არც კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ როგორც წეგანაც აღვნიშნე, ძალიან კარგად გამოიყურება. მშვენიერი ზომის ტბა არის, გარშემო არის ულამაზესი ტყე, საპიკნიკეები, საკარვი ადგილები, ამიტომ თუ გადაწყვეტთ აქ ლაშქრობას, მარტივი ლაშქრობა გამოგივათ და შეგიძლიათ ერთი არაჩვეულებრივი დღე ღამე გაატაროთ აქ. სამოგზაურო დღის ბოლოს ერთ გემრიელ ადგილს უნდა ვესტუმროთ, რომელიც თელავის ცენტრში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
დღევანდელი მოგზაურობისას სპონტანურად გადავწყვიტე ერთი საინტერესო ადგილი მომინახულებინა და ჩვენ აქ ვართ, რომელსაც ეწოდება ოდლისი და ეს არის ყველის ბარი. არ ვიცი რამდენად გახსოვთ ჩემი ძველი გადაცემები, მიხსენებია რომ ძალიან მიყვარს ყველი და ძალიან გამიხარდა ასეთი ადგილის აღმოჩენა და დარწმუნებული ვარ, როდესაც ახლოს გავეცნობით, კიდევ უფრო მომეწონება, რასაც ყველაფერს ერთად ვნახავთ. აი ჩვენი მასმინძელი უკვე აქ არის, მოგესალმებით. გამარჯობა. სასიამოვნო იყოს ჩვენი ვიზიტი თქვენს ადგილას და ძალიან გვაინტერესებს, მაინტერესებს. მოგბრძანდით სასიამოვნოა თქვენი მობრძანება. სიხარულით გიმასპინძლებთ ჩვენთან ყველის ბარში მობრძანდით. ჩემი მეუღლე აწარმოებს ყველს შვეიცარულ ქართული ტექნოლოგიით და 2006 წლიდან. მხოლოდ 3 წლის წინ ჩვენ ყავს 3 გოგონა, ჩვენმა უმცროსმა შვილმა გადაწყვიტა გაეხსნა ყველის ბარი. რადგან უნდოდა სადმე რომ მუშაობა დაეწყო, არსად არა იყვანეს, რადგან იყო 14 წლის და დაიწყო ასე ეზოში, გაიტანა 3 მაგი და ჩართო პროექტორი და ძველ ფილმებს აჩვენებდა გარეთ ღამით და ასე დაიწყო, ვინც იხედებდა მუსიკა ჩართო კიდე ძალიან ხმამაღლა, რომ ყველას გაეგო, კი, ყურადღება მიექცია. მე შემოვედით აქ ეს ერთი ოთახი გავაკეთეთ. და ჩვენი ხელით არის ყველაფერი მოწყობილი. რატის მამა არქიტექტორია, ეს მისი აშენებული ბუხარი გახლავთ, ნახატებით რატის დედის დახატული არის, მხატვარია ქალბატონი ნატო. ყველაფერი საოჯახო და თქვენი ოჯახის გაგეთებული. და სახლიდან მოვიტანეთ ჭურჭელიც, ასევე და ეს დეკორაცია გავაკეთეთ შვილებმა და მე ერთად. ძალიან კარგი წამოწყებაა და წამოწყება კი არა, უკვე განსაკუთრებული ადგილია. შიგნით გვაქვს ძალიან საინტერესო ყველის ბიბლიოთეკა. მე არ ვიცი თქვენ ყოფილიყართ თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად არ ყოფილვარ არასდროს ყველის ბიბლიოთეკაში და უკვე ძალიან მომწონს. ზოგადად გარემოც, იმიტომ რომ განსაკუთრებით სასიხარულო, როდესაც საქართველოში ასეთი კუთხით ავთენტურად ვითარდება რაღაცები, შეიძლება იყოს შვეიცარიული ტექნოლოგიით, მაგრამ ასე ქართულად არის ყველაფერი, ხედავ ხალხებს დეკორატიულ მოწყობას, გადაწყვეტილებას. ძალიან ოჯახური გარემო, როგორც კი შემოდიხარ. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ აქ არ ყავს აყვანილი თანამშრომლები. ჩვენ თვითონ ხვდებით ჩვენ სტუმრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული სტუმარი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მნიშვნელოვანი. ისეთი განსამართ ხეს მართლაც ოჯახში მოვედი, აი სოფელში მიდიხარ იმენათესავთან და შეგიპატიჟებს ასე გულითადი მასმინძლობა. დაბრძანდით და მე ახლა თან ავხსნი კომბინაცია როგორ გავაკეთოთ, ასევე ღვინოსთან ერთად როგორ უნდა დავაგემოვნოთ ყველი. სომელიები გვირჩევენ, რომ დავიწყოთ თეთრი ღვინით. ეს გახლავთ თეთრი ღვინო, რქაწითელი, დაყენებულია ქვევში და მერე გადატანილია მუხის კარსტში დაძველებით რამოდენიმე თვის. ეს თქვენი ოჯახის? არა, ღვინოს ჩვენ არ ვაწარმოებთ, რადგან მეუღლე თვლის, რომ ჯობია აკეთო ერთი საქმე ხარისხენად, ვიდრე ბევრი საქმე და არ გამოგივიდეს ისეთი კარგად. თეთრ ღვინოსთან უნდა დავაგემოვნოთ ყველი, რომელიც არის არაინტენსიური გემოთი. და მე ხა ისე გავაწყე აქ, რომ აი ამ თეფშზე მოთავსებულია არაინტენსიური გემოები. ეს გახლავთ მთა შუაში, რასაც ხედავთ, აი ეს დიდი ყველი ვიტრინაში რო ხედავთ ეს პარმეზანის ტიპის დაძველებით ეს გახლავთ 11 თვის დაძველებით. ძალიან გემრიელი და ჩემი მეუღლე გიждდება თვითონ ამ პროდუქტზე, ასე ვთქვათ. ამის ხათრით დაიწყო წარმოება ყველი. ეს მეორე ყველი არის, ქვია ტრიო. აქ არის მზესუმზირა, ესე იგი კაკალი არის და ჯანჯაფილი. ეს გახლავთ მხოლოდ მზესუმზირით. ანუ არაინტენსიური გემოებია. შემდეგ წითელ ღვინოსთან უნდა დააგემოვნოთ აი ეს თეფში, ასე ვთქვათ, აქ გახლავთ მოცემული ეს არის პეპერონა, მწვანე პილპილია, ჩილი, ეს გახლავთ ქინძით. ეს გახლავთ ბაზილიკით და ძირათი. ძალიან უხდება ასევე თაფლიც ამას და სულ ბოლოში ეს გახლავთ ყველი ტრუფელით. ჩვენი საყვარელი. წითელი ღვინო გახლავთ საფერავი. ხო. ესეც. გემოები და არომატები ჟღერდება უკვე. კი ბატონო. აბა, ეხა დააგემოვნეთ. განსაკუთრებით მიყვარს ასეთი მოგზაურობა, როდესაც ასეთ საინტერესო ადგილას მოხვდებით, თან გვაქვს შესაძლებლობა დავაგემოვნოთ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, განსაკუთრებით მომწონს ხომ, როდესაც ადგილობრივ
პროდუქციას იქნება ღვინო თუ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი. ყველაფრის სულის ჩამდგმელი რატი როსტომაშვილია. ჯერ გერმანიაში და შემდეგ შვეიცარიაში სწავლისას ის დაეუფლა ყველის დამზადების ტექნოლოგიას. ვაკეთებთ 3 ტიპის ყველს, მაგარი, ნახევრად მაგარი და რბილი ყველი. მაგრამ გემოები გვაქვს უკვე 32. ასეთი ძროხები შვეიცარიაში მხოლოდ ერთ ადგილზე დგანან, არ შეიძლება მათი ესე სიარული მინდვრებში, რადგან სუსტი ფეხები აქვს, მაგრამ რატი თვლის, რომ ერთ ადგილზე დგომა სტრესია მათთვის და ამიტომ იქ სოფელში, ფერმაში გვაქვს სპეციალური ეზო მოწყობილი, სადაც დასეირნობენ კალბატონები. წარმოების დასაწყებად 80 ძროხა შეიძინეს შვეიცარიაში, ვინაიდან უფრო მეწველი ძროხები არიან. დღეში 20-დან 28 litrამდე რძეს იძლევიან. მაგრამ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. საკმაოდ სათუთი მოსავლელები არიან. ჭირდება სპეციალური კვება, დიეტა. კოვიდის პერიოდში იძულებულები გახდნენ ძროხები გაეყიდათ, მაგრამ ახლა კოოპერატივის მსგავსი სტრუქტურა აქვთ. ძროხებს სოფლის მაცხოვრებლები პატრონობენ. ულიან და რძეს როსტომაშვილები ყიდულობენ ყველის წარმოებისთვის. ყველაზე აღსანიშნავი ის არის, რომ ეს არ არის ზუსტად, ასე ვთქვათ, copy-paste შვეიცარული ტექნოლოგიიდან. აქ რატის აქვს გამოყენებული ქართული ტექნოლოგიაც და შვეიცარულიც და გააკეთა, ასე ვთქვათ, შერწყმა. კომბინირებული ტექნოლოგია. კი, და აი, მაგალითად, ეხლა ეს ჩილის რო დააგემოვნეთ, უფრო მიხვდებით, რომ უფრო ქართულისკენ მიდის და ისე აქვს გამოყენებული გემოები. კი, ღვინოზეც და ყველგან ტექნოლოგიები შეგვიძლია ვისესხოთ, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა თავარი ნედლეული არის ქართული და ქართულისგან წაყვანილი ყოველთვის პროცესია უნდა ხოლმე და ისე ჩვენი ყველის თუ კი მოგეწონათ შესაძლებელია მისი შეძენა ბათუმშიც. მაღაზია ყველის და იქ გზავნით იყიდება ოდლისის ყველი. საინტერესო რომ კახეთიდან ასე ბათუმში შესაძლებელია. თბილისში და ბათუმშიც შესაძლებელია ჩვენი ყველის შეძენა. აი ერთიურად გამიხარდა, რომ ბათუმში როცა ვიქნები და თბილისშიც გავილხომეთ, ვაკეთ რა მომხდება მოსვლა. ბატონ რატის არ უყარს კამერებთან გამოჩენა, მაგრამ თხოვნაზე უარი არ გითხრა და გვაჩვენა ყველის ეგრეთ წოდებული ამოტრიალების პროცესი. ზოგადად ყველის გაკეთების დროს პირველ რიგში მთავარია სისუფთავე, რძის ხარისხი, რძე რომ მოდის აუცილებლად პასტერიზება უკეთდება. პასტერიზება ნიშნავს 72 გრადუსის აყვანა. მერე ისევ სწრაფად ჩამოგრილება. და მერე პროცესია მთლიანი პროცესი დაახლოებით 7 საათი, 6 საათი, 7 საათი ჭირდება ამ ყველს. და რაც თავარია, შემდგომი პერიოდია, როცა ამ ყველს ანუ პროცესი რომ მორჩება, ყველი აუცილებლად უნდა ამოტრიალდეს რამოდენჯერმე. მერე სარდაფში ვალაგებთ ამას ფიცრებზე და დაახლოებით თვენახევარი ჭირდება რომ დაწვირდეს. ყველის ტორტი არადროს არ მქონია. სულ რამდენიმე დღეში მაქვს დაბადების დღე, გადაცემის ჩაწერიდან დღევანდელი დღიდან და უკვე რა ადრე დადგა ჩემთვის ეს დაბადების დღე და აბა ჩავიფიქრებ. აი ესეთი საინტერესო ტორტი დავწყო უკვე ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. აუ ძალიან მაგარია. რუსიადო. ასეთ გემრიელ ნოტაზე ვემშვიდობები კახეთს. შემდეგი გადაცემიდან კი მოგზაურობაც იტალიის ალპებში, დოლომიტებში ვიწყებთ. გამომყევით.